სოფელსა ექიმი რო ჭირდებოდა, ჩამოგიყვანეთ. მობრძანდით. გენეცელი შენ რა კარგი შვილი არისო. კარგი. გაიცანით. ჩვენი ლიზი ექიმია. ამას ხა ბავშვსაცადად გამოიქცა რა. დედა ეს რა მითხარია? ჩართებიჯო დედუქცია. რა ჩავთობიჯო? დედუქცია ჩართებიჯო? ვერ ჩავთავ. ინტერნეტი არა მაქვს. პარტნიორი არა მყავს. აბა, პარტნიორი. დედა! პარტნიორი ახსენეო და ხკელიო. ესე გაშალეო, ესეო. გამარჯობა ბალყი. გამარჯობა. ჩემი ძმისშვილი დავკარგე კაცო პაპუნა. ხო არ გინახნიათ, ხო არ გამოუვლია. გამარჯობათ ხალხო. შამურაცუნეთ ვიღაცამა დიდი გვარის კაცმა უნდა გაარტყასო და გვარი დიდი ვერაფერი ფირუ შენამარა თანამდებობა ხო გატაკე კვილებში მინდია ჯო ამან მარტო შემულაწუნება აღარ უშველის ჩამბერდა უნდა ცულა დავიყვანოთ ჰოე ემიგო რა იყო ბიჭო ექიმისა შეგეშინდა თუ რა გაშტერდი რა ექიმი სადახედა მექიმისა იგი ჩვენი სოფლის ახალი ექიმი არის გაიცანი რა გაიბეჭავდი ბიჭო ჩამარ ყასაბი და ეგეთი უნიათო არ ვიცი ემიკო პეტუაშვილი ბალღი დავკარგე ძმისშვილი პაპუნა ისიც პეტუაშვილი ხო არ გინახავ სასიამოვნოა არ ვიცნობ პაპუნას ვახ სად დაიკარგება ხოლმე რა სად დაიკარგება ხოლმე ჯო ეგე მე მგონი ბედიგეცია ნიზიკუ კარგით რა კარგი ბიჭო დაანებე თავი დაიმორცხა გოგო ო კარგით ეხლა წავიდეთ და ლიზიკო ექიმს თავის სამუშაო კაბინეტი ვაჩვენოთ განსაკუთრებით ხო თქვენ რა დეთერადი ო მე მაგ მარა არის ჩემი შექმნილია ეგ კაბინეტი წავიდეთ და ერთად ვნახოთ არ გინდა ეხლა დამშვიდი ეგთნათ ამა თავიცოლი ეყოლება გამზადებული მამინდომა ეხლა ამანი კაბინეტებში ცოლი უნიჭუა მე საექიმო გამოცდილება მაქვს წავიდეთ რა ჩემი ცოლი მაიცა რა კარგი რა ნუ იცი ხოლმე ეგრე რა ეთერადი რა მე მეგონა რომ მოხუცია არ ვატარებ პეთქი მაგიტო გითხარით მოხუცი შენი ცოლია კარგი რა მაიცათ რა ეხლა რა დანეციეთ ეხლა წამოაბა ჰა ეგეც 4-იანი და 4-იანი. რა 4-იანი და 4-იანი ბიჭო დორიჩარია ესაო. ეგ არ უნდა იცოდე. არ ვიცი და რა ვქნავა, ვერ ვსწავლობ ამ რაღაცებს, დორჩარებს და ეგეთებს. აბა ჯუცე რომელია? ჯუცე? სამიანი და სამიანი. ო, ისა რა ქვია, დუშაში? დუშაში? 6-იანი. და 2-იანი. ეგა ბიჭო შაში დუ არის, დუშაში არის 2-6-იანი. იარე ბიზია ჩემგვერდზე და კაცად გასწრებ შენაო. გეყოფათ ეხლა მაგდენი ლაპარაკი კაცო, მზად არის ყველაფერი, პური ღამო, სატანი, მიდი ყოლა გაიქეცი რა. მე გავიქცევი ნანავაძალო, მე გავიქცევი. რა ოჩარია. ორივე წადით ოღონდ ფრთხილად იყავით კაცო, ემიკოს არ გადაეყაროთ სადმე. გაიგეთ? მოკლეებზე გადავარჯ, მოდი საუბარს მაღაზიიდანა. წავო ბიჭო მაგარი რაღაცა უნდა გიყიდო, რო ეჭამდა არაფერი ვერ გამოდის, რა ქვია იმასა? ჟელებონი? ო, ეგ არის, წამო. წამო და წამო. ჟმოტი ზაურასთან. რა იყო მოგელ? იხედები? შად მიხედები გოგო? ჭიქაში. კითხაობა იცი? რა ვიცი გოგო მე ეგეთების.
საერთოდ არ ვიცი ეგეთების. შენ ხო არ იცი? მე საიდან ვიცი ბიჭო? შენის მითხარი. მაღაზია აღვადგინოთ ისევ აქა? ჰა? მაღაზია? ხო. მაღაზიას კაფეჯობი ადამიჯერი, ხო? მაღაზია ხო მქონდა, მაგრამ არ იყო შემოსავალი ისეთი. კაფე უფრო მაგარია. თან მე შეიძლება ისიც აღვადგინოთ ჩვენი ანსამბლი რო იყო მოზოჯი და ჩავწეროთ მე ახალი ალბომები და გასტროლები იქნება. ო, მაგარი იქნება ეგ ისევ რა. და თუ კარგი გამოგვივიდა, მე ფივლით გასტროლებზე, გორში, თელავში, ერევანში და საერთოდ ყველგან. ამერიკა მიხსენ მოხაიცოდე, გამიგე? და გადახტები აქედან იცოდე. სად გადახტები ბიჭო? პირველი სართულია. პირველია? ავედან შევიდა განუხტები. ბაბა? მოზოჯიები. გამარჯობათ ხალხო. გამარჯოს. დალე ყავას ემილ. ჰა? ყავას. არა კაცო რა მეყავება. ხორცი გაიყიდა. იკითხავინ მემა. ზინას რძალმა წაიღო რაც იყო დარჩენილი ის ჩალაღაჯი და დანარჩენი კიდე მაცივარში შავალაგე რო არ გაფუჭდეი. აქ არის ხო? ხო. მადლობთ რომ ეხმარებით ამ არეულობაში. ჰა? რა კაცო? რაღაცა ძალიან არეული ხარ მართლა შენა და რა ხდება ბიჭო ხომ მშვიდობა გაქვს? ხო. აი, ჩემი ძმისშვილი რო დავკარგე პაპუნა, იმაი ვეძებდა. რა სამამკაცო? არ გამოჩენილა კიდე პაპუნი? უი, მამაჯაგნიე, სადღაც იქნება ახლა შეხსული და ჩამზარებად. რათა? რავო? ჰა? რა კაცო? ხო. წავედი მე ერთ სიტყვით ბალღ მოძებინ და გეტყვით მე ყველაფერსა რა. ძალიანარეულია ეს ბიჭი. რა ხდება ნეტა? რაღაცა ცოტა ვერ იყო ხო იცი შენ? ჩემ გვერდზე იარე ბიჭო შენა კაცად გაქცემ გეუბნებიო. კოლოდია შენ რა მანქანათ არ აკამს ხა? ბრავა რა მაგ და იმიტომა. ბრავის აღებას რა უნდა? ო და შენ რო იგებ მაშინა შენ დაგცვამ მერე. ფორდი თუ მერსედესი? მარშრუტკა. ბიჭო. ვაიმედეთ. შეშობენ ზაგრუშე. მოდი აქა. მოდი აქა. აი. სად გამეპარე? ვაი ძია ხوارდა ვარ. ჰა. სად გამეპარე? ჰა? რა იყო ბიჭო შენა რა? ყოლა. შენ რაღამ გამოგაშტერა ამ ხელაგაც. აქ თუ იყო ბალღი არ უნდა გეთქვა. ბიჭო, მე დავიჭირე კაცო და ყურით მომყავდა შენთანა. მასტხუნის. აი ეგრე. არ შეიწერე კოლოდია გთხოვ რა. კოჩუდი ბიჭო შენა. ეგეთები შაუწერია. წამომიგაფრინო მამა შენ. ბიჭო, ბალღი არ გადახოთ იცოდე თქვენა. ახერა დღეს დაგაყრის. ნერვები არ მომიშალოთ. აი ეს არის თქვენი კაბინეტი. აბა, მობრძანდით. ხო მოგწონთ? კი. რათ არ მოეწონება რა? ჩემი მოვლილი და მოწყობილია. ხო მოგწონს გოგო? დიახ, ძალიან კარგია. ხო, აბა, ესა, შენ ახლა მითხარი რა არის საჭირო რა, ინვენტარი, ნემსი, ზანტავიკი, კლიზმა, მიზმა, რაღაცები. დამიწერე და ორშაბათს მომეცი. დიახ, აუცილებლად. ის რა მეინტერესებს, დამხმარეებთან იქნება საჭირო რეგისტრაციაზე რომ დამეხმაროს პაციენტის მიღებაზე. ო, გათვალისწინებული. რა თქმა უნდა რომ საჭიროა და მე აქ რისთვის ვარ? თქვენ ქალბატონო ეთერ. მეგონა ხუმრობდით წეღან. რა მეხუმრება გენაცვალე? თქვენა მე ესეთ უბრალო ვინმე ხო არა გონივარ. მე მქონდა სტომატოლოგიური კაბინეტი. აი ამასაც დავაცალე კაბილები. ალბათ გახსოვს ფირუზ როგორ გაყვირე. მაგარად მავიწყებს. ხო და მე ვიქნები ექთანი. დილიდან გავაღებ ხოლმე კაბინეტს, გავანიებ ყველაფერს მივხედავ და შენა ვერავინ ვერ გაგიბედავს ვერაფერსა. ქალბატონო ეთერ, მე ისედაც ვერავინ ვერაფერს გამიბედავს. ო, ეგრე, აბა. ხო და არ უნდა ეხლა მაგასა ბევრი ლაპარაკი, ხო? ორშაბათს გამიფორმებ კონტრაქტს და დამინიშნავ ხელფასს. ეხლა უკვე ვახში მობის დროა. წავიდეთ ლიზი, გინეცვალეთ, ამოდი. ფირუზ. ხო. შენ თუ წამოდი. არა. კურდღელაურში გამგეობი ბიჭები ღორსა კლავი და იქავარ დაპატიჟებული. ხო, არ გამოგრჩეს არაფერი. ხო. ჩვენ წავიდეთ ლიზი. გასაგებია, მადლობა. არაფერ შვილო. აკეთ.
ხო, გინაცვალე, აქეთ წამოგძალდით, აქეთ. აჰა, ესეც ამზად არის. ვაიმე, რა კაი რაღაცეებია. ვაიმე, ყიყლიყო. იმე, სად არიან ნამდვილ ხანსა რა ვერ მაიტანეს ეს პური რა. სად არის ბიჭო ბალღი? ემი, შენს გაგექცა? იმ კარგ ემი კომწამართვა. აი, ჭირი მაგასა. მერე ბიჭო ვერ გადაიფარე ბალხსა. უგადევიფარე, მაგრამ უკნინდა დამადგა. იმე აი დამპალი ეგა მაგასა აიქედანვე ქონდა ეჭვი აღებული რომ პაპუნა ჩვენთან იყო. ოიმე. მე ჩემი ბრალია რა. აი აქ უნდა დამეტოვებინა და მარტო უნდა გამეშვი პურზე რა. ხო, ეგრე უნდა ეკნა. ანდა შენ რას წაიყვანე რა. რა ვიცი კაცო, მამწონს ერთად რო დავდივართ ხოლმე, რაღაცეები ვასწავლი მე ბალხსა. მე შენი სწავლება არ გაიშვა რა. რა ასწავლი ამჯერად? რა ვასწავლე და თხილის სალაგატკეებსა, შინდის სალაგატკეები რო ჯობია, კუკლატარები მაგარია ხო. გაქრე შენ არა. რა ვქნათ ახლა ჩვენ ახლა? რავი რა უნდა ვქნათ, ბალღი მაგათია და წაიყვანდნენ მარასილამდე. ვაიმე კოლა. უნდა უჩივლო მაგათა ბალღების უფლებების დაცვის ორგანიზაციაში. ოჯახშინა, მაგრამ რაზე უნდა უჩივლო? რა აღარაზე ბიჭო? ღამე არ მაჭვევენო ბალღმა თვითონ არა თქვა. ხო, დაგიჯერებენ, მაგრამ რო შეხედავენ ბალღსა ჩაცვენილია აქ ლოკები. მოსუხებული რო კერატივით ვერ ხედავ. მაშინა იმაზე ძალით როა მეცადინები? არ უნდა ბიჭო ბალღსა მათემატიკა და ძალა? აი არ არის ბალღების უფლებების დარღვევა, ჰა? რავი კაცო რა აღონა სამამში და მაჭამე და მერე მოვიფიქროთ ერთად რა. მე გაჭამუ არა ისა კიდე. ეგე გავამზადე დადექი და ჭამე. აგიგრები იქნებაო. ყიყლიყო არა მამალო. ყიყლიყოსა მაშინა გავაკეთე. პაპუნა რომ მოვა აქ. კაი ხო, სულ აღარ ამშია ხო, კაი. ხო, შვილო, აი ხა, აი ბაღებს ხო ხედავ, აბა გაიხედე იქით, აი რამხელა ბაღებია. ეგა ჩემი დიდი პაპისა იყო, ხო? მერე ჩამოგვართეს ამ კომუნისტებმა და აი თითი ლოკაშვილებსა და მაგისტრატებს დაურიგეს, ხო? გაგვაწყვილაკეს შვილო. აი შეხედე აქეთა დიდი აი ატმის ხეივნები გქონდა გაკეთებული, ხო და მერე ეგეც ჩამოგვართეს, ხო და გაწითელი ჩაყარეს. იმიტომაც დალოთდნენ ესენი სუყველანი, ხო? ეთერებება ისა როგორი ხალხი ცხოვრობს ამ ხალხი შვილო ყველგან ერთნაირია. ცუდიც არის და კარგიც არის. მაგრამ შენ გეშინია, ხო? თუ ვინმე რამეს დაგიშავეს, მე აქა სტოსი მიჭირავს, ხო? თუ არა გჯერა ჩემს სიძეს აკითხე, თუ კიდე სხვებს აკითხე, ხო? ერთებას უყურე, როგორ დაყუდებულა. რაო? ემილი რას აკეთე ბიჭო ამ ყინვაში, ჰა? ჰა? ზახრუმა, რას აკეთებ მეთქი ბიჭო აქ რასად გეხარ, ჰა? წამოდი შვილო, წავიდეთ, ეს სამი დღე ეგრე იქნება, ხმას ვერ ამაიღებსო. ხო, თუ მოგეწონება, შეხედე, არ მოგეწონება და გაუშვი. თუ არ მოგშორდება, რა მე მოგაშორებ მაგაცა. ხო. სულ გამოშტედი შენ, ზედიღურები? ჰა? ზურნა, რაჰა, ბიჭო. ზედიღურები კაცო გამოშტედით ლად? პაპუნი, იპოვე, პაპუნი. ხო, ვიპოვე და მიუყვანე მამამისს. ზედიღურები ბიჭო, მომხედი აქეთ. ხო ხარ კარგად? რა გინდა შეჩემისა რა საქმე კაცოა? და დაბნეული ხარ? ვის მისთხამები ხარ, რომის თხამები ხარ? თუ რამე დაყარება გინდა, მე მითხარია, მოგიხმარები. არ მინდა მოგელ დამანებე თავი მამეშვი რა, მამეშვი. ნუ არ გინდა და ნუ გინდა. წავედი მე. ზიას ყვავილები უნდა ვიყიდო აქ იქნებასანმე და მოვალ მერე. შენ თუ გინდა გაიყიდები ზია მან, რა გავაკეთო ახლა მე თუ არ გინდა, ნუ გინდა. კარგად იყავი ბატონი. ვაიმე, ყვავილები.
წავიდნენ ამდენი ხანი. კაცო, რა უნდა და იმ ექიმის კაბინეტის ნახვა? დაიწერა, მამა სიყვარულებინები ერთად გარეშე ესახნე კაცო. რა ეს ავარძელი ვიყიდე იმის პრივატ თავზივა, სამო, კაცო, მე იმას ვამბობ, რომ ეს ამხნის ქალი რომ ამ სიცივეში გარეთ დადის, არ გაცივდეს, ან ფეხი არ დაუსრიალდეს. ნეტა, ისევინე ვენთურა. გაჩუმდი ახლა შენ. რა გაჩუმდი? შენ არიცი რა გაყვა მაგასა? ექთნობა უნდა. ნუ მასწავლი მე მაგის ხასიათი. ის ერთი ხომ აინელა, ეხლა ამ გოგოი მონელება უნდა. დიდი ვერია შემაკა, გეუნები თუ არა და შენ საკახარ და მეც. შიგინაცალი შუთიკო როგორ ახაიო? გამარჯობა თუჯა შვილებო როგორ ახარ? ეგე მოიდა მამა შენი. კაცოდი. დამძანდი, შოთა, დამძანდი. როგორ ახარ? ხალხო როგორ არის ჩემი ეთერა? უარ გათხოვ და? შედაიკარგე შენა ბიჭო, როგორ მანერიული, მეთქი ხوار გადაუყარდა მეთქი ჩემი სიდედრი, კაცო. არა კაცო რა გადამიყვარდა. შიგინაცალი. ექსპერიმენტი ვატარებდი. აღარ დაურეგე შაგნებულათა. აბა ეთი თვითონ დამიეგავ თუ არა მეთქი, მაგრამ არა. ჩემი ფეხები ხმაც არა მოუღი, ერთი ზარიც არ გამოვი. ეგე, არ გაუმართლები ექსპერიმენტი. ნიდა რა მაგაცეტად ამხელა ხალხი. შეგაჩუნდი, დაგვაცა კაცო, ჩვენ ვიცით როგორ ლაგდება ერთი მეორე. ყველაზიანი. ხო, მოიხედე შენა. შენ რა გონია ეხლა, ერთი ბამბანერი კარო მაიტანე, იმით ეწყობოდა საქმე. რამე ხეირიანი უნდა მაიფიქრო. მე ნუ მასწავლი ჩემს სიდედს. ხო, არა. ხო და მე ვიცი რასაც ვიძამ ეხლა. დაიცა ბიჭო, მემრე მეგრე ეხლა კი ნუ წახვალ, მემრე წადი მეთქი. მე ვიცი. დაიცა შუთა, ეხლავე დატრიალდი მეთქი, ხო არ მithქვია. აი ნახავ, შენა ამან თუ კაი რამე არ ჩაიდა. მე შენაგიჟებ ამაც ყველა. არა ბიჭო, არა ეხლა. ეგრე ვიძდები. არა რა, აი ამ საქმესა მე აიგრე არ დავტოვებ რა. მართლა უნდა ვუჩივლო, ჩაგრამენ ბიჭო ბალხსა და აი სასამართლოს რომ მოვიგებ არა და პაპუნას მშობლების უფლებასა რომ ჩამაართმევენ. ვიტყვი, მაიტათ ეგ ბალღი მე მამეცით, მე უნდა გავზარდო მეთქი და რა ვიცი აბა, მამცემენ ალბათა და პაპუნაც უორზე არ იქნება ალბათა. ალბათ ხო, რა ვიმე. მე ხო და გვეყოლება ბალღიცა. და აღარ მოგვიწევს გამი მაგაზე წვალება. მე აეგა რო წვალებათ მე გაჩნია რასაც უნდა მიხარ რა. რა იყო ხალო ვიხუმრე. როგორ ახარ? ბალგი დაკარგე ისევა, არაფერიც არ დამიკარგამს. ჩავაბარე ისა უკვე მამამისს. აი, მოგიგდეს ნანო ძალო შენ არა. რათ დამიმალეთ აქ თუ ყამდათ ბალღი, შენ ბიჭო ხო არ უბერა, არაფერი არ დამიმალია მეთქი. ეჭვი კი მქონდა, აქეთ იქით რო ვიყურებოდი რომ აქ აყამთ მეთქი, მაგრამ აბა ჩხრეკას ხო არ ჩავატარებდი, ორდერი არ მქონდა. არა ყამდა ბიჭო აქ ამეთქი, არა. კუჭაში ვიპოვე და მომყავდა შენთანა. ხო, დაგიჯერებ კი აი. შენა ბიჭო, მამის მინე, აქა საქმის გასარჩევად ახარ მოსული. საქმის გასარჩევად არა ისა კაცო. მაგაზე მერე ვილაპარაკოთ. ეხლა ის მითხარით, კაი ყვავილებს სად ვიშოვი აქ? რა ჩემეგებად გინდა ბიჭო ყვავილები? გეტყოდი ნანულა რო არიდეს ეხლა ეგ. მაიცა კაცო, ვინმე მოკვდა თუ დაბადების დღეზე მიდიხარ? არც ერთი და არც მეორე. ვაიმე. ბადრიჯნები არ გინდა? აი ხლა ყვავილობს. ყვითელი ყვავილი აქვს არა. ბადრიჯნები. კოლა, შენ მაინც გეკითხა, კაი პასუხი კი გაგცემდი, კითხა და თქვი აბა რა შეგინდა. ეხლა თორე შენ უი, გამახსენდა. დამბლა კაკო სასახლეში ზაირა რო ცხოვრობს. მაგასა აქ პარნიკები, რავი, რაღაცა მიხაკები და რაღაცეები. მეც გამახსენდა. მართლა. შენ გაიხარე, გადამარჩინე. რა გადაგარჩიდა ბიჭო? იცი რა ხელა ზაღლი გამთ მაგაცა, გამოგაჭამ ყველაფერს და ვერ მოიპარამ ხო ვერა. გიჟია ეს ჩემისა, რა მოვიპარა ბიჭო, უნდა ვიყიდო. მამეს მაგალოესა. ეს გიჟია, უნდა ვიყიდო, ყვავილებში ბურთა და ბიჭო. გიჟია ვერა. მოდი რა. მაიცა კაცო. აღარ იტყვი რა ყვავილებია გეტყვი. გეტყვი ნანულ, გეტყვი ყველაფერს, მაგით როც მოვა, წავედი აბა კარგა იყავით. კარგი დადი ხო. გეუბნები აქ ქალის ამბავია ეთყობა. ვერც ვაკნა ქალის ამბავი იყოს და პაპუნა ხო ჩვენ დაგჭირა ბიჭი მე. მაგარია.
რა გინდა ბიჭო შენახა? აქ რა მინდა? რა უნდა მინდოდეთ სტუმრად ვარ. შენა? მე ამ ოჯახის აქტიურად ოჯახის წევრი ვარ. ვისთან მიგახე ყვავილები? რა შენი საქმეა? ეთერა დახوار მე გინდა მოგიხერა შავი ჯიგარი. ეთერასთან არა, მიხოილთან კიდე. მამითან მიგახ, ბიჭო. შოთაძიაო, მამის მინდა. სოფელში ექიმი გოგორო ჩამოვიდა, გაიგებდი. მე ეგე მაგასთან მი. ვერა, ჟაგი ვარ დაგუგზი. შავი ვარ და რომელია? შოთაძიაო. ერიდება ეგრე ყვაილებით რო დავადგე და მოდი შენ გაგატან, ჰა. უთხარი, ესა უცხო თაყვანის მცემელისგანა თქო. რა სიტყვა? და მობილია თო და უთხარა რა. მე მოგობრა უნდა იმიქრო ვისგან არისო, ვინ ჩემ ხმა გამა მიგზავნდა. რა ვეთყვი მე კაცო. რა მე კაცო ათე წამოშამო ჩემი გამჭირებია იცი? ეთერა მიერება თავზე გადამაწრა ეს გვენები. წამო კაცო წამოშამო და. რა სამო კაცო, ეგრეა ასე. მაგა ეგრეა, წამო კაცო. წამო ჰა. აბა მოგწონს გებრიელია შილო მადლობთ მაგრამ ასე თუ ვიყვება ვატყობ წონაში მოვიმატე ეგრეა არა მოგინა უნდა მოგასუქო დღენაცვალე რა კარგი ყვება უნდა გინიშნო რისთვის არის საჭირო როგორ ტურისტისა ელიზიკოში რომ მაიხედი აქა შავთახდეთ უნდა გაგათხოდაგა სუსხის კისერზე ღორეცხორებს კაცო თავისი სახკარი არ უნდა შექმნას მაგრამ კარგი ბიჭო დაირწინა გოგო რა დაიწყინა როგორი კომში დამფოთი გადაყლაპა დაიწყინა არა იზის პირველი მოვალეობა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და სხვათა შორის მე უნდა მივეხმარო მაგაში და არ გავიგო შენ აკა მაჭანკლობა და ისინი რო დაიწყო ხო მე თვითონ მოუნახავ საბედოსაც რა გინდაცვალე ხო ეგ უყურე შედა და რა ემიკო რა ზუსტად ეგეთი არ არის ყასაბი არ არის ხორჩიგრე გამოიჭრის რო ეგ არის ეგე ბიჭო ო საიცადია შუთავ იახტებად გიშოვენძალებად შენთვის მინდა ყველაფერი მზე მთვარე და ვარსკვლავთ ჩვენა ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე მე და შენა მიყვარ ხარეთი აი დედა მიდი ბიჭო მოდი რა ხადი მოდი მიდი ნუ ხარ მოდი და მიდი აი დედას უთხარი რა მე ბიჭო ლექსი უთხარი ვინა რა მოვიწყდა შოთაძიაო ვინა ბედერა ხარ ვაიმე ე ბუკეტი ჩვენი სოფლის სახელით ნიშნად იმისა რომ მარჩინოთ ამ სოფელში მაღალი დაბალი კაცი ქალი მშიერი მაძღარი დამაცა შერაჭის ერთი სამკურნალო გამიმართი აქ რომეო ჯულიეტო პანაეტია ნიშანდობლივად არაფერი მიდი საყოლე თორე მე ვიცენი ვიდია აი გარი რა მაი მადლობა ემიკო ბიჭო მომხედეთ კაცო ფეხი და მიბუჟდა რასო ფეხი არა ისე აი აბა როგორ ხართ აბა ეთყობა მაგრად აქ დაფიცებული იპოკრატესზე